შესაბამისათან და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ძმამოდანო ჩვენ ვერ მოვახერხებთ წინაპირას, იყო უდიდესი დღესასწაული ათვისმება, ათვისება და წყალი უნდა მოეკითხებინა და აი მოვიდა დღევანდელი დღე, უპირველეს ყოვლისა ჩვენ შევეხმიანებით პატრიარქის ქადაგებას, პატრიარქმა რომ თქვა, რომ მეორე მოსვლა ახლოს აქვს და შემდეგ არ მიაქცია ზოგიერთმა ყურადღება, შეიძლება განზრახ და არასწორად გაავრცელა პატრიარქის ქადაგება, თითქოს პატრიარქს ეთქვა, რომ რამოდენიმე დღეში დაიწყება მეორე მოსვლა. ესეთი რამ არ უთქვია პატრიარქს. პატრიარქმა თქვა, მეორე მოსვლა ახლოს აქვს და მეორე მოსვლა ახლოს არის, პირველი მოციქულები ლაპარაკობდნენ 20 საუკუნის უკან და პატრიარქმა თქვა, რომ რამოდენიმე დღეში დაიწყება არა მეორე მოსვლა, იმიტომ რომ უნდა უსმინო ახლა რასაც ამბობს ის ყოველდა. არამედ ნახეთ, გადაახვიეთ, ისე თავიდან მოისმინეთ, არამედ რამოდენიმე დღეში დაიწყება უკანასკნელი ჟამი, არა მეორე მოსვლა, არამედ უკანასკნელი ჟამი. და მეორე მოსვლამდე უკანასკნელი ჟამი ჯერ თქვენ გახსოვთ იოანეს მეტყველი თავის ეპისტოლეში ამბობს, ახალ აღთქმაში შესული ეს ეპისტოლე, შვილო მე ბოლო ჟამი აქვს. ანუ ამ სიტყვებიდან რომ ბოლო ჟამი აქვს, გავიდა 20 საუკუნე. პატრიარქმა თქვა, რამოდენიმე დღეში დაიწყება ბოლო ჟამი. ასე რომ არა მეორე მოსვლა, არამედ ბოლო ჟამი. უფრო მეცაც გეტყვით, პატრიარქმა არ თქვა ეს, რომ რამოდენიმე დღეში აუცილებლად დაიწყება ბოლო ჟამი. პატრიარქმა თქვა, შეიძლება დაიწყოს ბოლო ჟამი. ასე რომ პატრიარქმა თქვა ის, რაც ჭეშმარიტებაა ძმამოდანო, მან თქვა, რომ მეორე მოსვლა კი არა, ბოლო ჟამი რამოდენიმე დღეში დაიწყება, ანუ დაიძაბება, აიღება. ალბათ ეს იგულისხმება ისედაც არეული ცხოვრება კაცობრიობის, მაგრამ დაამატა ასევე, რომ ისეც შეიძლება. გამიგე? მაგრამ პატრიარქის ეს სიტყვები აღმოჩნდა წინასწარმეტყველური, თქვენ ხედავთ, რა ხდება ჩინეთში, რა საშინელი ვირუსი გავრცელდა, ხალხი იხოცება მასიურად და რას ნიშნავს ჩინეთში? ნიშნავს იმას, რომ ეს მთელსოფლიოს შეიძლება მოედოს, ძალიან თავი კი არა მოედება. აი რა მდგომარეობაშია დღევანდელი კაცობრიობა, რა მდგომარეობაში ვარ დღეს, უნდა გავძლიერდეთ წმენდაში ძმანოდანო, იმიტომ რომ მერთმა დაიფაროს, მაგრამ შეიძლება ეპიდემია გამწელს მასიური ხალხის ესე იგი გარდაცვალება მოხდეს მასიური. ვინ აკეთებს ამას? ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს ეპიდემიები თავისით არ ხდება. ხდება ის, რომ ვიღაცას ბოროტი, ძალები, კაცობრიობის ნამდვილი მტრები, ქრისტიანობის ნამდვილი მტრები აკეთებენ ამას ყველაფერს ძმანოდანო. რა თქმა უნდა ესას. ჯერ კიდევ ჩვენ ვიცით, რა შორს წავიდეთ, აგერ კარსანში აქედან 15 კილომეტრი, ჯერ კიდევ ჩვენს დანამემამულეს და ჩვენს დაბნეულ ძმას, თუმცა ბევრ ძალიან უყვარს პრინციპში საქართველოსთვის კი გაწია 8 წლი, მაგრამ ეხლა მის პიროვნების შეფასებას არ უნდა ეხლა ესეთი დაწვრე, ეს იყო ლავრენტი ბერია, რომელსაც ჰქონდა ბიოლოგიური ლაბორატორია აქ კარსანში. ჩვენ ვიცით ის შენობაც კი ვიცით, ხშირად ავდივართ ხოლმე კარსანში. წარმოიდგინეთ ძმანოდანო, ბიოლოგიური ლაბორატორიები არსებობს, მუშაობენ ეს ანტიქრისტიანული ძალები, რომ გაწყვიტონ კაცობრიობა. და შემდგომ სათავეში მოექცნენ კაცობრიობას და ვიცი ჩვენ მოიყვანენ ანტიქრისტეს, რომელსაც დაარქმევენ მესიას. აი ეს ამბები ხდება ძმანოდანო. ასე რომ პატრიარქმა რაც თქვა, ეს თქვა, არაფერი გასაკვირი არ არის, აყვირდა ის ძალები, LGBT საზოგადოება და ის ანტიქრისტიანული ძალები, ვითომ პატრიარქმა ეს რაქნა, ბავშვები დატრესა, ახალგაზრდები დასტრესა
და ეს როგორ თქვა და ასე შემდეგ ამას ამბობს კაცი ტელევიზიით გამოდის, რომელსაც ესე იგი პატრიარქს დაუსწრესია ბავშვები და ახლა რომელსაც ავტომატი ეჭირა ხელში ზვიადის დროს და ებრძოდა საქართველოს სისხლის ზღვაში აბანავა. ერთ-ერთი მონაწილე ამბობს ამას. მაშინ არ ისტრესდებოდა ბავშვები? და მაშინ ამ მოქმედებამ რაც მას ზოგმა ვაინტელიგენტმა გააკეთა, რა მაგალითი მისცა და მართლაც დაასტრესა ბავშვები და ახალგაზრდები და რა გააკეთა და დღესაც ვინკით ამას წამოდა თვითონ ეს გააკეთეს და პატრიარქზე რას ამბობს? წმანოდა და გარდა ამისა შესაძლებელია რომ პატრიარქმა იგულისხმა ეფრემ არიზონელის წინასწარ მეტყველება, რომელმაც თქვა ჩემი გარდაცვალებიდან 2 თვის თავზე, აი ეს 2 თვის თავი თითქმის გახდება ეხლა რამოდენიმე დღე დარჩა, დაიწყება დიდი არეულობა მესამე მსოფლიო ომი. მაგრამ ზოგიერთმა ბერმა, რომელიც დაახლოებული იყო არიზონელთან, თქვა რომ ეს არ უთქვია არიზონელზე. ხოლო ზოგიერთი ბერი, რომლებიც ასევე დაახლოებული იყვნენ ეფრემ არიზონელთან, ისინი ამბობენ, რომ თქვა. ასე რომ რაღაც სათუობა. შეიძლება პატრიარქმა და თუ ეფრემ არიზონელმა ნამდვილად თქვა, მაშინ მას წყალი არ გაუვა, ნამდვილად იქნება, იმიტომ რომ ეფრემ არიზონელს ვინც იცნობდა მის ცხოვრებას, რაც თქვა, ყველაფერი ახსოვდა ძმანოდა და ყველაფერი აბსოლუტურად სასწაულები ხდებოდა და რა თქმა უნდა ესეც ახსოვდა. მაგრამ რადგან ზოგიერთმა თქვა არ უთქვიაო, პატრიარქმა ალბათ დაამატა სიტყვა შეიძლება. ასე რომ ეს ერთი მეორეც პატრიარქის ეს სიტყვები იყო, მე ასე შევხედე ამას, არეულია ქვეყანა, თქვენ ხედავთ ჩვენი ახალგაზრდობა რა დღეშია, ეს ღამის ბარები, ნარკოტიკები, სხვათა შორის არ ვიცი გითხარით თუ არა, ერთმა ტაქსის ძღოლმა თქვა, რომ გალერიასთან, აი ღამის ბარი როა განსაკუთრებით ცნობილი, 2 ახალგაზრდა მივიყვანა და რაღაცა პაკეტი დარჩა, რომ წამოვედიო და პაკეტზე ეწერაო, ესე იგი, ახლა შეიძლება ვერ ვამბობ ზუსტად, მაგრამ დაახლოებით გადმოვიქცევ, რომ პაკეტზე ეწერა ნარკოტიკული რაღაცა საშუალება, რომელიც იწვევს ქალის ჰორმონებს, რაღაცა ქალის გრძნობებს და რაღაცა. კაცებს დარჩათ ეს. ესე იგი, რა ხდება ამ ბარებში წამოდა და ეს ხო დასახური არა დემოკრატია ის დემოკრატია და წარმოიდგინეთ, როცა ჩვენმა პოლიციამ გახსოვთ ეს მოვლენები, რომ შევიდა იქ რაღაცა გაკონტროლება უნდოდა, გამოვიდნენ, მიტინგები მოაწყვეს და საზღვარგარეთ ვიღაცები ევროპიდან და ამერიკიდან ეხმაურებოდნენ ხელი გაანებეთ თავისუფალ ახალგაზრდებს და ასე შემდეგ. აქ ჩვენ გვეხუბნება ვაფშე ნარკოტიკები. არავის ყური არ უნდა დაუდგა. ეს ღამის ბარები და უნდა აიგზავნოს. ზმანოდა და 1975 წელს სერაფიმ როზმა თქვა შემდეგი სიტყვები. გაცილებით გვიანია ვიდრე გონიათ. პატრიარქმა რამოდენიმე დღეში 2020 წელს თქვა, რამოდენიმე დღეში დაიწყება ბოლო ჟამი. ხოლო კიდევ ვიმეორებ 1975 წელს სერაფიმ სარულმა თქვა, გაცილებით გვიანია ვიდრე გონია. გამიგე რა ხდება? 1975 წელს აქ ანტიქრისტიანებია ჩამოთვლილი ბეილი, შარდენი, ვიღაცა ბენჟამენ კრიმი, ძალიან დიდები ძალიან ძმანოდა და ნუ ამათმა განაცხადეს პირდაპირ, რომ ყველა საშუალებითო გაავრცელეთ მანამდე გასაიდუმლოებული სწავლებანი. ეირ დე შარდენმა ითქვა, დედამიწაზე მშვიდობისა და მარადიული სიცოცხლის განხორციელება იწყება რელიგიათა დაახლოებით, სოფლიო პოლიტიკური ეკონომიკური ძალების გაერთიანებით, აღარ იქნება სახელმწიფო, აღარ იქნება სამშობლო, აღარ იქნება ეროვნება და ესეთი ცნები. მეორე ანტიქრისტიანი ბენჟამინ კრიმმა განაცხადა, ადამიანი დაცემული არ არის
აი სულ ქრისტიანობის საწინააღმდეგო. იგი არის ღმერთი და იგი შეძლებს რეალობად აქციოს ოცნება დედამიწაზე ღვთის სასუფევის დამხარება. ამას ყველაფერს საბოლოო თავს მოაბამს მესია, ანუ ანტიქრისტე. 1995 წელს გაერთიანებული ერების 50 წლის იუბილეზე ყოფილმა მდივანმა მიულერმა თქვა, კაცობრიობის მიზანია რელიგიათა გაერთიანება, დედამიწაზე დამხარდეს უნივერსალური კოსმიური ცივილიზაცია. დღეს მანუდა დანოს მიდის მუშაობა, რომ კალენდარი გააუქმო. ძალიან დიდი მუშაობა. ესე იგი ამასაც კი ვერ იტანონ 2020 წელი და ყველა წლები წინ რა იყო ქრისტეს შობიდან. ეს ხო ქადაგება ყოველი წელი, ყოველი ახალი წელი იყო ქრისტეს ქადაგება, იმიტომ რომ ეს წელი იყო ქრისტეს შობიდან. 2020 წელიც არის ქრისტეს შობიდან. აი ამასაც კი ვერ იტანეთ მანუდა და მუშაობენ იმისთვის, რომ კალენდარი შეცვალოს. რატომ არის შესეული ევროპას ეს ხო ყველაფერი ანტიქრისტიანული ძალებით მოხდა ეს მუსლიმები რატო შეასიეს ასე ვთქვათ ევროპას რატო დაიპყრობს მუსლიმანური სამყარო ევროპას იმიტომ რომ იმასაც ისინი იმასაც კი ვერ იტანენ იმიტომ რომ მთელი ევროპა ასე თუ ისე ჯერ ერთი 1054 წლამდე მართლმადიდებლური იყო და 1054 წლიდან კათოლიკური მერე პროტესტანტული თუმცა ამასაც ვერ ეგუებიან რომ ევროპა თლიანად ქრისტეს ქადაგებს ასე თუ ისე გამიგე იმიტომ რომ თქვენ იცით ვინც ყოფილხართ ევროპაში აი ვინც ყოფილხართ თურქეთში იქ მოლაღვირის ხო დღე და ღამე ვინც ყოფილხართ ევროპაში გინდა პრაღა ავიღოთ სიტყვაზე ვამბობ გინდა ვენა ავიღოთ გინდა რომი ავიღოთ მით უმეტეს და ნებისმიერი იქ ეკლესიის ზარები ისმის მართალია კათოლიკური მაგრამ მაინც ესე იგი ქრისტეს სადიდებლად ეს ასე რომ ვერ იტამენ სადაც ყველაზე პრესტიჟული ტურისტული ადგილებია თქვა ვატიკანი იქ ნუ ის ხატები არ არის რა თქმა უნდა მაგრამ ის სიუჟეტები რაც მოხატულია მიკელანჯელოს რაფაელის და სხვათა მიერ ქრისტიანობას ასე თუ ისე ქადაგებენ ვერ იტამენ ამის მოსპობა უნდა ყველაფერს მანოდა და გამიგე და რაღაც სხვაგან მივდივართ მანოდა რა ხდება ჩვენ საქართველოში და რა ომია ქრისტიანობის წინააღმდეგ ამას ჩვენ ზურგზე და ამას ჩვენ ხედავთ ამას ყველაფერს და ჩვენი გულზე ჩვენი თავი ჩვენი სხეული ჩვენი სული ჩვენზე არის აი ფრონტი ვარ წინა ხაზი ჩვენა ვართ მანოდა და გუშინ წინ ფიქრობ რა როგორ არასწორად არის წარმართული და როგორ არასწორად არის საქართველოს ეკლესია და ეს ისტორია გაშუქებული ჩვენ მქონდა ოქროს ხანა წინვალე ხანა ვიცი ჩვენ ისტორია და აი მრევლიც კი მეკამეთებოდა ერთი რატომ დაუშვა ღმერთმა რატომ დაანგრია ეს ოქროს ხანაო და მონღოლები მოუშვა მე ასეთი უბედურები გადავდა თავს ეს იყო დიდი მოწყალება ძმანოდა და მემატიანი ამბობს რომ თქვენ გახსოვთ დიდგორის ბრძოლის შამქორის პასიანის ქართველები ლოცულობდნენ ეზიარებოდნენ დიდ სიტყვებს წარმოთქვამდნენ მეფეები გამამხნევებელი რომ ქრისტია ჩვენი ფარვე და ასე მიდიოდნენ ბრძოლაში თამარ მეფე-ფერშველი დადიოდა ლოცულობდა ლოცავდა ჯარს გარნისის ომში ძმანოდა და გარნისის ომში კი მოხდა ესე რომ აქეთ მუსლიმანები იდგნენ სერიოზულად იდგნენ ხიზლად იდგნენ და იქით ბრძოლის წინ ქართველებთან სულ დოლგანული და ის ისმოდა რა ქვია სიმღერები და სმანჯა და კეიფი და ლოთო ეს ადამიანები რა მოხდა რატომ დაუშვა ღმერთმა მონღოლები და ეს ჩვენთვის საჯერ იმიტომ ძმანოდა დანო რაინდების ქვეყანა ჩვენი ქვეყანა არ ქცეულიყო რინდების ქვეყანა რინდები იცით თქვენ ლაშა გიორგი რო აცნურა რინდებმა ეს დაახლოებით ის ტიპაჟებია რასაც დღეს ჩვენ ხედავთ ამ ესე იგი ახალგაზრდებში რომლებიც წინააღმდნენ ეკლესიას წინააღმდნენ სამღვდელოებას განწყავენ პატრიარქს და ესენი თანამედროვე რინდები არიან მაშინ ეგენი იყო და ესე იგი მათი მცნება იყო დროს დარება და არავითარი სხვა რა ეს იყო მათი ასე ვთქვათ იდეა საქართველოს
გახდებოდა საჯელი რო არ მოსულიყო ძმანო და დანო გახდებოდა პირველი ისეთი ქვეყანა სადაც ნუ აღარ მინდა თქვა რაღაც მაგალითი იქნებოდა ყოველგვარი უზნეობის თემ სოფლიოში მაგალითი იყო პირდაპირ ლაშაკიორი მრაქნა ხო გახსოვდა რა ლაშაკიორის მიყვა თავადები მიყვნენ გლეხები მოიცით რა დიდი ძალა თავარი რასაც აკეთებს იმას ბაძავს ხალხი ძმანო და ყველამ გაიჩინა საყარელი სამდროებად სასისხამ მდგომარეობაში აღმოჩნდა დაცემულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ძმანო და სრულიად სამართლიანად დამსახურეთ სასჯელი ეს სასჯელი არ ყოფილიყო საქართველოს ვერ გამოფხიზდებოდა სულიერად და ის სულიერი ძალა რომელიც დღემდეა მოსული და ჩვენ ვერ ვუძლებთ ამ უჯრედებას ეს არ იქნებოდა დამთავრებული იქნებოდა აი რამა როგორი მოწყალია უფალი და დღეს ძმანო და საქართველოს მიუხედავად იმისა რომ დაგჭრეს მიუხედავად იმისა რომ ყველაფერი გააკეთეს რომ მოესწრო ქრისტიანობა მაინც აღმოჩნდა სულიერი ძალა ქართველებში და პირველი ერთადერთი რესპუბლიკა ერთადერთი მთელ მსოფლიოში ვინა რომლებმაც ქართველებმა რომლებმაც არ ჩაატარებინეს LGBT საზოგადოებას მათი აღლუმი ძმანო და იცით თქვენ ამის შემდეგ დაიწყო დიდი გამოსვლები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მათ წინააღმდეგ და გახსოვთ თქვენ მე გითხარით რომ ახალზელანდიელი შეხვდა რომელმაც თქვა რომ ჩვენო წარმოდგენაც არ ქონდა თუ შეიძლებოდა ესე რომ შევწინააღმდეგებოდით რომ აღლუმი ჩაგვეშალა და დღეს ძმანო და ჩვენი მაგალითი ხედავთ ალბათ ამას მალავე რა ხდება იტალიაში ამ LGBT-ს წინააღმდეგ აი გუშინ მანახეს ბავშვმა გუშინ მოხდა ვაშინგტონში გამოვიდა 2 მილიონი კაცი აბორტის წინააღმდეგ და კიდევ სხვადასხვა უზნეობის წინააღმდეგ წარმოიდგინეთ ამ ხელ ამბავი მოხდა ვაშინგტონში და საერთოდ არც ერთმა ტელევიზიამ არ გააშვა გამიგე აქ აბორტის აკრძალვაზე დადგა საკითხი აქ რო დადგა ერთი ამბავი ატეხეს ამ NGO-ებმა რომ ადამიანთა და ქალების თავისუფლებასთან ესე იგი არ ყვებდო და ამერიკაში ხდება ესე იგი ესენი გვატყუებენ ჩვენ ძმანო და სინამდვილეში იქ ევროპასა და ამერიკაში დიდი ამბები ხდება ძალიან დიდი კარგი ამბები დადებითი მოვლენა არეული დროა ძალიან არეული დროა აი აქ ერთმა რევმა მითხრა ესწრებოდი ერთი პროფესორის ლექციასო ხშირად ესწრებიო ლიტერატურის შესახებ საუბრობსო და განაცხადა ესეთი რამეო ვეფხვის ყავსანი ღრმად ათეისტური ნაწარმოებია ესე იგი დღეს ჩვენს დიდებულ წერას გურამ დოჩანაშვილს საკუთრებაში უთხარი რომ ამ ადამიანმა აი ესე თქვა მეთქი როგორ შეაფასა პირველი რეაქცია იყო ეს როგორ იცით აი ესე გაობდა იმდენად ესე სისულელი ეს იმდენ მაგრამ ჩვენ ეს არ უნდა გვიგვიდეს მე მახსოვს გვარი დამავიწყდა გვარი რაღაცა პოლონური თუ უკრაინული გვარი ქონდა ერთი ათეისტი პროფესორი რომელიც ამტკიცებდა წერდა რომ ბიბლია ამტკიცებს რომ ღმერთი არ არსებობს და პირველი მაგალითი მოყავდა ფსალმუში სადაც წერია თქვა უგუნურმა ან სულელმა არა ღმერთი ის სულელი ამოიღო კონტექსტი ესე იგი და აი წერია პირდაპირ ღმერთი არ არსებობს გამიგე აი ბიბლიაში წერია და რაღაც ასე კონტექსტიდან ამოგდებულად მოყავდა ბიბლიდან ფრაგმენტები ძმაო და აი ესეთი ადამიანი მე მინდა ძალიან მოკლედ იმიტომ რომ გაგვიგზავნა სიტყვა მოკლედ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და რატომ ხდება ეს ჭირი უპირველეს დიდი ჭირი ეს არის ომი ასევე ძმაო და დანო მე მინდა გითხრათ რომ თუ აირია ცხოვრება თუ მართლაც მოხდება ისე რომ დაიწყება ეს არეულობა და საშინელება ძმაო და დანო კიდე ერთხელ გიმეორებ უნდა გავძლიეროთ საერთოდ ყოველთვის უნდა ძლიერად ვიდგეთ ჩვენ არ ვიცით რა დროს გავალთ ამ ქვეყნიდან უნდა ვიდგეთ ჩვენი გულის სადარაჯოზე გონების სადარაჯოზე რომ შევინარჩუნოთ ქრისტიანობა
გამიგეთ? გარდა იმისა, რომ გვაწვევიან და გვართმევენ ქრისტიანობას, თქვენ იცით, ესეც რო არ იყოს ბოროტი თვითონ გვევწვის ჩვენ, ხო? ამბობს მოციქული, რომ როგორც ლომი დაძრწისო, ესე დაძრწის ეშმაკი თითოეულ ინდივიდზე. ეხლა ლომი რო გამოგვეკიდოს ხო, რა საშინელება? ესე ხდება ეშმაკის ძმანოდა და ეს უხილავად ხდება, მაგრამ შინაგანად ანგრევს ეშმაკი ადამიანს, თუ არ გაძლიერდება ძმენაში. გამიგეთ? ამიტომ გაძლიერებულად უნდა ვიყოთ. ხოლო ის, ვინც ამბობს, რომ რატო ეს ომი, რატო ეს გაჭირვება და ასე შემდეგ, ძმანოდა დანო, მას და ჩვენს ვიცოდეთ სინამდვილეში რატომ არის ეს ყველაფერი დაშვებული. ესე იგი, ადამიანის ომი ადამიანის წინააღმდეგ წარმოადგენს ღმერთის წინააღმდეგ ადამიანის ომის შედეგს. შემოქმედი თავის მოწყალებით რო არ აცხრობდეს სოდვი დანთებულ და გაჩაღებულ ხანძარს, კაცობრიობა განადგურდებოდა თავის პირველივე თაობაში. ძმანოდა და მართლაც შეამჩნევდი 8 მილიარდი ადამიანია, მაგრამ რა სიწყარია და რა შვიდობა ასე თუ ისე, ხო? სასწაულია ეს ღმერთი აჩერებს. ღმერთი აჩერებს, მაგრამ გარკვეულ დროს, როგორც ეთქვა, ღმერთი აიღებს ხელს, რომ ჩვენი წოდების გამო ძმანოდა დანო, თუმცა ყოველთვის ძმანოდა დანო, ღმერთი ომში იქნება, უბედურება იქნება, ჭირი იქნება ყოველთვის მაინც შემდგომ ყოველთვის გვაძლევს ნუგეშ ძმანოდა დანო. შემოქმედის წყალობა არ ბილებს სოდვის კანონს და ამის შესაძლებლობას ხდის კაცობრიობის სიცოცხლის გაგრძელებას დედამიწას. ძალიან გაგრძელდა სიტყვა, ეხლა ეს ძალიან საინტერესო წიგნია, ბევრი რომ მოვიყვანო აქედან, ეს არის ნიკოლოს სერბი ომი და ბიბლია, სხვადასხვა არაჩვეულებრივად თარგმნა ჩვენმა მრევლმა ვერიკო კოტარიამ და გამომცემლობა ალილომ გამოსცა. ეს წიგნი აუცილებლად შეიძინეთ, აქ არის დაწვრილებით რატომ ხდება ომი, რატო უშვებს ღმერთი ომს და ასე შემდეგ. და აქ არის გადმოცემული, რომ ჩვენი წოდვების გამო ხდება ეს ყველაფერი. გამიგეთ? აი როგორც ადამა და ევა შეცოდა და აღარ შეიძლებოდა სამოთხეში მართი ყოფნა, გამოაძევა, ესეც მოწყალება იყო ღვთისა, თორე სულ გაფუჭდებოდნენ და არადა ამ გამოძევები და სინამდვილით ცხონდნენ, როგორც ოქროს ხანაში ყოფი ქართველობა გაფუჭდა, ეს ფუფუნება ოქროს ხანა ისეთი რამეა, ყველაფერი ქონდა, აბსოლუტურად ყველა პრობლემა არანაირი პრობლემა აღარ არსებობდა და ხალხმა დაიწყო ქეიფი, დროს ტარება, რუშობა და ასე შემდეგ, ძმანოდა და გამიგეთ? და გადარჩა საქართველო ამით, რომ პირველად ჯერ მონღოლები და შემდგომ სულ თურქები იყო თუ ვინ არ შემოგვისია უფალმა დაუშვა ეს ყველაფერი, მაგრამ ასევე ნუგეში მოგცა, ასევე გაგვაძლიერდა აქამდე მოვედით ქრისტიანები და ასე იქნება მუდამ ძმანოდა დანო, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი ჭირი და ომი დაშვებული აქვს ჩვენი წოდებისთვის და პატარა ბავშვს მაგალითად, ხო? პატარა ბავშვი თუ აიღო საწამლავი პატარამაშა სვამს, შობელი ხო ჩამოართვეს, დასჯის და მკაცრად აუგზავნოს. აი რაღაც მსგავსი ასეთია ძმანოდა და ხოლო ვინმე თუ იტყვის ეგ რა სისულელია და ასე შემდეგ ჯერტი სისულელი როგორ არის გამოცხადებით არის დამტკიცებული ძმანოდა და ჩვენ ვიცით ქრისტიანებმა ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ რამოდენიმე ძალიან ბევრი ამოწერე მე ასევე გეტყვით, რომ აი ეს იდეა გატარებულია ვეფხისტყაოსნის ფილოსოფიაში, ძმანოდა და რუსთაველის ფილოსოფიაში. აი რამოდენიმე ადგილას სულ სხვადასხვა სტროფებია ამოწერილი. ვთქვი თუ ღმერთსა ვერას კადრებ, რაცა სწადდეს აგრეყოცა. რასაც უნდა ღმერთი იმას იზრებს. ტარიელი ამბობს. ათ იგი იქნას რაც აღარ ენებოს ღვთისა წადის. ნახეთ რა აზრია გატარებული. ასვაგან იგი მოგცემს წყალობასა მისა ზეცით მოგვიქუხებს, ჭირსა ხინად შეგვიცვალებს, არაოდეს შეგვაწუხებს. ან რაცა საქმე სამართლო ღმერთმა ვისაში არჩინა, აი ძმანოდა, ის რომ არაფერი არავის არ შერჩება. ეს აზრი, ეს იდეა
ან ანდერში ვინ დაბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევა მტერთა ვინ არ ძალე უხილავი შემწვეთ ხოლთა მიწიერთა ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს ზის უკტავი ღმერთი ღმერთად იგი გახდის წამის ყოფით ერთსა ასა ერთად ან სხვაგან რაცა ღმერთს არ ასწადდეს არა საქმე არ იქნებს არ გარდავა აი როგორ ვეშინია რა იქნება როგორ იქნება ჩვენ ღმერთს უნდა მივედო არ გარდავა გარდუალა მომავალი საქმე ზენა არ ვის ძალუს ხორციელსა განგებისსა გარდავლენა და ასე შემდეგ უამრავი სულ სავსეა აი ესეთი სულიერი მართლმადიდებლობაზე დაყრდნილი ქრისტიანული იდეებით სავსეა ძმანო და დანო ეს დიდებული ჩვენი ვეფხისტყაოსა და მე მინდა დავამთავრო ლევანტიელი ქადაგება რაღაცნაირად სახალისო თუმცა კიდევ ამბობ რომ ჩვენ უნდა ძალიან გავძლიერდეთ ისეთი დროა რომ შეიძლება დაუნდობელი კიდევ უფრო დაუნდობელი გახდეს დრო და სათამაშო არ არის და ბეწვის ხიძი არ უნდა ავაგდოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება მარადიული ეტარი ცხოვრება ზუსტად ბავშვები დატრესაო ამბობს ის პროფესორი ზუსტად როლანცავენ ეკლესიას და ქრისტიანობას ეს არის სტრესი ბავშვი ჭკუიდან ამიტომ გადადის ბავშვები ამიტომ იკლავენ თავს ჩვენ სტრესავთ თუ ჩვენ ვეუბნებით ბავშვებსაც ყველას რომ ცხოვრება გრძელდება მარადიული აქ ხარ და შემდგომ გრძელდება და არ დასრულდება არასოდეს მარადიული ბედნიერი ცხოვრება ჩვენ სტრესავთ თუ ისინი ის ათეისტი პროფესორები რომლებიც ამბობენ რომ აქ ყველაფერი დამთავრდება და დამთავრდება ამას რომ ბავშვი გაიაზრებს ანუ და დანო აი ეს არის სტრესი პირდაპირ გზა თვითმკვლელობამდე და გზა სიკვდილისკენ ძმანო და დანო ქრისტიანობა ეს არის გზა მარადიული ბედნიერი ცხოვრებისკენ და მინდა დავამთავრო იმით რომ ერთ სასაცილო ამბავს გეტყვით ერთი შვილიშვილი ორი ბებიას შვილიშვილი რომელიც საქართველოში იყო 10 წლის მე მგონი თუ 8 წლის ეს ამერიკაში ფებია ეუნება ამ ბავშვს რომ არ გინდა საქართველოში ეხა ეს ბებია ვინც ეუნება ამ ბავშვს ამას კარგი ქალია არაჩვეულებრივი ქალია ნამდვილი პატრიოტია ნუ თავის მოსაზრება აქვს და ნუ ალბათ რაღაც სადღაც არის სწორი რას ეუნება ეხა მან დარგინდა შვილო ვერ განვითარდებიო ნუ მას არის ეხლა რა ხდება როგორ არის და აუცილებლად წამოდი იმიტომ რომ ბავშვმა გამოხატა რაღაც აკაია საქართველოს იქნება დავჩეო და ნუ შეეშიდა იქაურბებიას ნიუ-იორკში ყოფს რომ არა შვილო მან არ დარჩეო მან ვერ განვითარდები ვერ ისწავლი კარგათო ასე შემდეგ აქ განვითარდებიო კარგად ისწავლიო კარიერას გაიკეთებო მეორე ბებია რომელიც აქ იყო საქართველოში ის მორწმუნე ბებია ეუნება ამავს არა ვარ წახვიდება ხო ხედავ აი რა ხდებაო ბოლო ჟამიაო და ნიუ-იორკში მოვა ანტიქრისტეო და ნახეთ რას გიზამს უყურებს და საქართველოში არ გამეფდებაო ანტიქრისტე ეხლა ეს ბავშვი იჯერებს ყველაფერს იმ ბებიას სჯერა და ამ ბებიას მოვიდე და გვეუბნება ეს ბავშვი კაცო რა ქნა არ ვიცი ერთი ბებია მეუბნება ნიუ-იორკში ჩამოდიო მან ვერ განვითარდებიო მეორე ბებია მეუბნება იქ ანტიქრისტე მოკლავს ყველასო და რა ქნა აღარ ვიციო და მოდიო ეს შეიძლება ვქნაო რომ მოდი წავალო ჯერ ხო არ მოსულა ანტიქრისტე იქნებ განვითარდებო იქო და თუ ანტიქრისტე მოვაო ავდგენ ჩამოფრინდები უცებ თბილისში გამიდი და ხომ მოვასწრებ ჩამოფრინდს რა არის ბავშვი საქმე და მოკლედ დიდება უკავს ჩვენ კიდევ მეორე ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ პაისი ამბობს თანამედროვე ბერი პაისი წმინდანი რომ ყოველთვის მთელი ეკლესიის კათოლიკობის ისტორიაში იყო ომები იყო გასაჭირი მაგრამ მართლმადიდებლებს ჭეშმარიტ მორწმუნეებს ღმერთი მფარველობდა თქვენ გახსოვთ ჩვენი უწმინდესის ქადაგებიდან რომ ზოგიერთი მორწმუნე რომელიც მეორე მსოფლიო ომში იყო ჩვენ 90-იანთე ფსალმს კითხულობდით შეუსვენებდა და აი წუები აი ესე მიდიოდა ეს არ გვეხებოდა თითქოს რა რამდენი გადარჩა მწმენი ძმანო და დანო
და ესე იგი ხოლო ბოლო ამბობს პაისი ბოლო ჟამსო როცა ანტიქრისტე მოვა მურაფლის თუ შეგეშინდება იმიტომ რომ იქნება დიდი ბრძოლა ქრისტიანების წინააღმდეგ მაგრამ იქნება დიდი შეწევნა ვინც იბრძოლებს და არ მიიღებს ანტიქრისტეს ბეჭედს მათზე იქნება დიდი ესე იგი ღვთის შეწევნა მაგრამ ჩვენ ვიცით რომ ასეთებს ესე იგი ვინც ანტიქრისტეს თამას აღწევს ბეჭედს არ მიიღებს ასეთები ძმანო და დანო ასეთებს მოკლავენ ასეთებს აწამებენ ასეთებს არ მიცემენ საშუალებას რომ იყიდონ ესე იგი მარკეტებში სურსათი ყველაფერი შეავიწროებენ ძმანო და დანო მაგრამ უმაღლესი ტაჯვაც რო ავიღოთ ვისაც მოკლავენ ამ საწმუნი რადგან არ ანტიქრისტეს აღწევენ თაყვანს ისეთი შეწევნა იქნება რომ ეს სიკვდილი იქნება დიდი სიხარული ძმანო და დანო ასე რომ თავარია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქრისტიანობა ვიყოთ კავშირში ღმერთთან და აი ეს წმინდანები ვისაც და ეს ანგელოზები ვინც ფარველობენ მაშინ კიდევ თუ მოვესწრებთ ჩვენ იმ დროს კიდევ უფრო დიდ მადლს გაგმავლებენ ძმანო და დანო და არაფერი არ იქნება საშიში